ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეპიზოდისთვის ისევ დავრჩეთ აზიის რეგიონში, სამხრეთ აზიაში. პირადი საქმის მეხუთე სეზონის პირველი ეპიზოდი ეძღვნებოდა ჩინეთს, ჩინეთის დღევანდელ ლიდერს სი ძინპინს და დღეს ჩვენ ვაკეთებთ ეპიზოდს ინდოეთის პრემიერ-მინისტრზე, ვეტერან ლიდერზე უკვე ნარენდრა მოდიზე. რაც შეეხება ინდოეთს, არ შეგეშინდეთ, არ დავიწყებ ახლა ინდოეთის ისტორიის მოყოლას, არა. უბრალოდ ნარენდრა მოდიზე, როდესაც მოვყვები, რაღაცა პატარა ისტორიულ ჩანართებს გავაკეთებ, რა პერიოდი იყო, რა ხდებოდა მაშინ ქვეყანაში. სანამ გადავალთ უშუალოდ ნარენდრა მოდიზე, იმასაც ვიტყვი, რომ ინდოეთი ჩემთვის პირადად ბავშვობაში ასოცირდებოდა ზაფხულთან და ინდურ ფილმებთან. ჩვენი ოჯახი ზაფხულობით ისვენებდა ცემში, ჯერ ცემში ვისვენებდით, მერე ბაბუშერაში, აფხაზეთში და ცემში ჩვენი ბავშვების მთავარი გასართობი იყო კინო. საღამოობით, ესე იგი, ჩამოქონდა იოსკას, ესე ერქვა იმ კაცს, ჩამოქონდა ინდური ფილმები და აი ზუსტად თუ გახსოვთ ის ეპიზოდი მიმინოდან, მოკლა კაცი მორჩა კინო, აი დაახლოებით ეს ამბავი ხდებოდა, მაგრამ ჩვენ ბავშვებს ეს ძალიან მოგწონდა მიუხედავად იმისა, რომ იოსკას ძალიან უყვარდა სმა და ამიტომ ჯერ მეორე თან უგრძელესი ფილმებია ეს ინდური, ხო გახსოვთ? მეორე სერიის ბოლოს აჩვენებდა, მერე პირველი სერიის დასაწყის, ანუ ძალიან არეული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მაინც ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით ინდური ფილმებისგან. ნუ აი ესეთი ასოციაცია მქონდა ინდოეთთან. შემდეგ უკვე როცა ცოტა გავიზარდე, ნუ რაღაცეები გავიგე, შემდეგ გავსინჯე ინდური სამზარეულო კერძები, რომელიც ძალიან მე პირადად ძალიან მომწონს, რაღაცეები გავს ქართულ სამზარეულოს. ნუ გარდა ამისა, უბრალოდ, ნუ ეს ყველამ ვიცით, რომ ინდოეთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში. 1-2 წლის წინ ჩინეთსაც გაუსწრო, იქ ცხოვრობს 1,400,000,000 ადამიანზე მეტი. დიდი ქვეყანა, დიდი ისტორიით, დიდი კულტურით, ტრადიციებით, ძალიან საინტერესო არქიტექტურა, საინტერესო ტრადიციები ამ ქვეყანაში. ეს არის, აღარ შეგაწყენ, პირდაპირ გადავალთ ჩვენს დღევანდელ გმირზე, ნარენდრა დამარდას მოდიზე. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წლის 17 სექტემბერს და აი აქ პატარა ჩანართს გავაკეთებ, რა ხდებოდა იმ წლებში ინდოეთში. 50-იანი წლები ინდოეთისთვის ეს არის ახალგაზრდა ქვეყნის ჩამოყალიბების პერიოდი. 47 წელს ინდოეთმა მოიპოვა თავისუფლება და მოუკიდებლობა ბრიტანული იმპერიისგან და 1950 წელს, ზუსტად იმ წელს, როდესაც დაიბადა ჩვენი დღევანდელი გმირი, ქვეყანამ მიიღო საკუთარი კონსტიტუცია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბრიტანული ინდოეთი, ესე ვთქვათ, დაიყო ორ ნაწილად, შეიქმნა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ინდოეთი და პაკისტანი. ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე არის დაძაბულობა, მაინც და მაინც არ არიან ესეთი კეთილი მეზობლები ერთმანეთისთვის. მაგრამ გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, აი ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ახალგაზრდა, ამას გულისხმობ, იმიტომ რომ ძალიან გრძელი და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქ ინდოეთს, ბუნებრივია. აი ამ ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბების პერიოდია. პერიოდი, როდესაც კონსტიტუციის გარდა შეიქმნა ახალი კანონმდებლობა, ყალიბდებოდა ახალი პოლიტიკური კლასი, პირველი პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ, აი ეს პერიოდი. მოდი დაიბადა ხანჩხის ოჯახში. ეხლა რა ხდება? ესეც ვიცით, რომ ინდური საზოგადოება, ეს არის კასტური საზოგადოება. დღემდე ამ ქვეყანაში არსებობენ კასტები, ბევრი კასტა. კასტა, რომელსაც ქვია ხანჩხი, ესეც ჩინეთის არ იყოს რთული იყო რაღაცა ზიტყვების დამახსოვრება.
მაგრამ ნუ ვეცდები რომ კორექტულად ყველაფერი ვთქვა. ხანჩხის კასტა ესენი არიან ტრადიციულად ზეთის გამყიდვლები. ნუ ზოგადად ისეთი მცირე მეწარმეები გამყიდვლები. ეს არ არის არც უმაღლესი კასტა, მაგრამ არც ყველაზე დაბალი კასტა. ყველაზე დაბალი კასტა ინდოეთში დღემდე არსებობს, ესენი არიან ხელშეუხებლები. აქვე ვიტყვი კასტებს, რაც შეეხებათ, კი, ადრე უფრო აქტუალური იყო ეს საკითხი ინდური საზოგადოებისთვის, მაგრამ დღემდე ეს მაინც დარჩა ინდურ მენტალიტეტში. ქორწინება ერთი კასტის წარმომადგენელი მეორე კასტის წარმომადგენელზე არ არის მარტივი საქმე, ნამდვილად ეს ძველი ტრადიცია ჯერ კიდევ არსებობს. ხელშეუხებლებს რაც ეხება, აი ყველაზე დაბალ კასტას, ესე ვთქვათ, ისინი დღეს უკვე თანამედროვე ინდოეთში შეიძლება გახდნენ პრეზიდენტები, ესეთი პრეცედენტი არსებობდა ინდოეთის ისტორიაში, მაგრამ არც ერთი პრემიერ-მინისტრი და ინდოეთი არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ანუ პრემიერ-მინისტრი არის ქვეყნის ლიდერი, მთავარი პოლიტიკოსი, რომელსაც ძალაუფლება უჭირავს ხელში, არასოდეს არ ყოფილა ამ კასტიდან. მაგრამ აი ნარენდრა მოდი, რომელიც უკვე დიდი ხანი არის ამ პოსტზე, მესამედ გადაირჩიეს ამ პოსტზე შარშან, ამაზე ბევრს ვისაუბრებ დღეს. აი მისი ოჯახი ეკუთვნოდა აი ამ ხანჩხის კასტას. მამამისი ყიდდა ჩაის, პატარა მაღაზია ჰქონდა რკინიგზის სადგურზე. დედა დიასახლისი, ოჯახი არც ღარიბები იყვნენ, მაგრამ არც მდიდრები. 6 შვილი იყო ოჯახში და პატარაობიდან ნარენდრა ეხმარებოდა მამას გზავრებს, იმათ ვინც ჩამოდიოდა იმ ქალაქში, ან მიდიოდა რკინიგზის სადგურზე, ესე იგი სთავაზობდნენ ჩაის. შემდეგ ნარენდრა დადიოდა ადგილობრივ სკოლაში, მასწავლებლები მას იხსენებენ როგორც ცნობისმოყვარე ბავშვს, მაგრამ ისეთი ბავშვობიდან ინტროვერტი ბავშვი იყო. არ ყავდა მაინც და მაინც ბევრი მეგობარი, მაგრამ ძალიან ცნობისმოყვარე, ბევრს კითხვას სვამდა გაკვეთილებზე, აინტერესებდა რაღაცეები და კარგათაც სწავლობდა. ესეთი იყო ნარენდრა მოდის ბავშვობა. გარდა ამისა, ნარენდრა მოდის ბავშვობიდან აინტერესებდა და მოწონდა თეატრი და იღებდა კიდევაც მონაწილეობას სკოლის თეატრალურ დადგმებში. აი, როგორი ესე იგი განსხვავებაა ბევრი სხვა პოლიტიკოსისგან, ძირითადად მათ ყველას ფეხბურთი აინტერესებდა და ნარენდრა მოდის აინტერესებდა თეატრი. 17 წლის ასაკში ნარენდრა მოდიმ დაამთავრა სკოლა და გადაწყვიტა რომ დატოვოს მშობლიური სახლი და გაემგზავრა მოგზაურობაში. 2 წლის განმავლობაში მოგზაურობდა ძირითადად ინდოეთის ჩრდილოეთში და იქ ჩერდებოდა აშრამებში. ხა რა არის აშრამა, ქართულად ორივე ვერსია არის. ეს სანსკრიტზე ეს ნიშნავს როგორც ადამიანის განვითარების სტადიას ინდუიზმში, ესე ვთქვათ, მაგრამ ასევე ეს არის ადგილი. მარტივად რო აგიხსნათ, აი როგორც ჩვენთან მონასტრები. აი ესეთი ადგილები. აი იქ ჩერდებოდა, რაღაცებს სწავლობდა, ინდუიზმს სწავლობდა, ელაპარაკებოდა იმ ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობდა, წლების განმავლობაში იქ ჩერდებოდა. აი 2 წელი აი ამ საინტერესო სულიერ, ესე ვთქვათ, მოგზაურობაში გაატარა. 2 წლის შემდეგ, აი ამ სულიერი მოგზაურობის შემდეგ, ნარენდრა მოდი ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, შტატში, სადაც მან გადაწყვიტა, რომ შევიდეს ძალიან მსხვილ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, ისეთი ნაციონალისტური პოლიტიკური ორგანიზაცია, პარტია, ესე ვთქვათ. არ ვიცი, შეიძლება აი ზუსტად აი ამ სულიერმა მოგზაურობამ განაპირობა მისი ესეთი გადაწყვეტილება, რადგან უსწავლობდა ადამიანის განვითარების სტადიებს და პროცესს. შეიძლება ამან განაპირობა აი ეს ინტერესი პოლიტიკისადმი და ნარენდრა მოდი შევიდა ერთი წუთით რაშტრია სვაიამსევაკ სანგხი. ამერიდან ამ პარტიას, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას დაუძახებ
RSS. ინგლისურადაც ესეთი აბრევიატურა აქვს. აი ესეთი მსხვილი პოლიტიკური ორგანიზაცია. იქ ცოტა ხანში ნარენდრა მოდიმ კარგად გამოიჩინა თავი, ესეთი თვისებები გამოიჩინა ამ ადამიანმა, რომ მალევე გახდა პრაჩარაკი. პრაჩარაკი ნიშნავს იმას, რომ გახდა რაღაცა პატარა ჯგუფის ორგანიზატორი. შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ გააგრძელოს სწავლა, სწავლობდა დელის უნივერსიტეტში და მიიღო პოლიტოლოგიის ბაკალავრის წოდება. მაგრამ დელის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნარენდრა ისევ დაბრუნდა, ესე იგი, მშობლიურ შტატში, გუჯარატში, სადაც გააგრძელა სწავლა და იქ უკვე მაგისტრის წოდება მიიღო. საკმაოდ განათლებული ესეთი ადამიანია. 70-იანი წლების ბოლოს ინდოეთში დაიწყო ესეთი პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი. ეს არის პერიოდი, როდესაც ქვეყანაში იმართება სტუდენტური პროტესტები და მაშინ პრემიერ-მინისტრი ქვეყნის იყო ინდირა განდი. იმდენად რთული პერიოდია, რომ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ინდირა განდის მოუწია საგანგებო მდგომარეობის შემოღებაც. და ზუსტად აი ამ პერიოდში, აი ამ ესე ვთქვათ პოლიტიკური რეპრესიების პერიოდში ინდირა განდის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით აიგრძალა RSS-ი. ანუ ის პოლიტიკური ძალა, ის პარტია, რომლის უკვე ესეთი აქტიური წევრი იყო ნარენდრა მოდი. 84 წელს ინდოეთში მოხდა ინდირა განდის პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, მოკლეს მისმა ბოდიგარდებმა, სიქხებმა. ეს იყო ესეთი პასუხი ოპერაციაზე, რომელსაც ერქვა Blue Star, ეს იყო სამხედრო ოპერაცია, ინდური ჯარის სამხედრო ოპერაცია და ებრძოდნენ სიქხ სეპარატისტებს ერთ-ერთ ტაძარში, ოქროს ტაძარში ჩაატარეს ეს ოპერაცია, ბევრი ხალხი დაიღუპა ამ ოპერაციის შედეგად და აი ამის sapassukhot სიქხებმა, რომლებიც ასევე იყვნენ ინდირა განდის ბოდიგარდები, ხო, მოკლეს პრემიერ-მინისტრი. მაშინ 80-იანი წლები ეს ჯერ კიდევ არის ეკონომიკური აღმავლობის და განვითარების და ეკონომიკური ზრდის პერიოდი, მაგრამ ქვეყანა უკვე შედის 90-იან წლებში, როდესაც დაიწყო ეკონომიკური კრიზისი. 80-იანი წლების ბოლოს, უბრალოდ 87 წელს, ნარენდრა მოდი შევიდა ახალ პოლიტიკურ პარტიაში, ასევე ნაციონალისტურ პარტიაში. ზოგადად ვიტყვი, აი ერთი სიტყვით თუ შეიძლება დაახასიათო ნარენდრა მოდი როგორც პოლიტიკოსი, პოპულისტი ვიღა აღარ არის პოპულისტი, უკვე მთელი მსოფლიო სავსეა პოპულისტი პოლიტიკოსებით და ლიდერებით, ნაციონალისტი პოლიტიკოსია. RSS-იც ნაციონალისტური მიმართულების პარტია იყო და აი ეს ახალი პარტია, იმიტომ რომ RSS-ი, რომელიც აკრძალეს, პრაქტიკულად დაიშალა და ეს ახალი პარტია, რომელსაც ერქვა და ქვია Bharatiya Janata Party. BJP, მოდი ესე ვთქვათ, ინგლისური აბრევიატურა გამოვიყენოთ, რომ არ დაგღალოთ, ესე იგი, აი ამ სახელებით. რომ გადავთარგმნოთ, ეს არის ინდოეთის სახალხო პარტია, ან ინდოეთის სახალხო პარტია, ალბათ ესე უფრო კორექტული, უფრო სწორი იქნება. აი ეს პარტია შეიქმნა, BJP შეიქმნა RSS-ის ბაზაზე და აი ამ პარტიაში შევიდა ნარენდრა მოდი. აი ამ პარტიაში ნარენდრა მოდიმ ისევ გამოიჩინა საკუთარი ტალანტი, როგორც ორგანიზატორის და ძალიან კარგი ორატორის. 90-იანი წლების შუაში ნარენდრა მოდი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა აი ამ პარტიაში. არჩევნებამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე ნარენდრა მოდი არის ის პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას დადის ქალაქიდან ქალაქში. აქაც ისევე როგორც ჩინეთში, როდესაც ჩვენ საუბრობთ შტატებზე, ინდოეთში, ჩვენ ვიცით, აი ჩინეთში პროვინციები, აქ არის შტატები.
აქ არის საუბარი მინი ქვეყნებზე, პატარა ქვეყნებზე, იმდენი ადამიანი ცხოვრობს ერთ ძალზე აღებულ შტატში. Ამიტომ ეს დიდი ამბავია რაღაცა 10 საქართველოა, 8 საქართველოა, არის ერთი შტატი ამ ხელა ქვეყნის. მოკლედ 95 წელს აი ამ პარტიამ BJP-მ და ნარენდრა მოდის ძალიან დიდი ღვაწლი არის ამ პროცესში, იმიტომ რომ კარგი აგიტატორი იყო, კარგად ატარებდა ამ შეხვედრებს ამ მომრჩევლებთან. 95 წელს პარტიამ მოიგო არჩევნები ადგილობრივ პარლამენტში. შტატებში არის, ინდოეთში არის ადგილობრივი პარლამენტები. და უკვე 3 წელიწადში ნარენდრა მოდი გადავიდა პარტიის სხვა გაყოფილებაში უკვე დედაქალაქში და 98 წლიდან გახდა ამ პარტიის გენერალური მდივანი. პრაქტიკულად ესე იგი ამ პარტიის ლიდერი. 2001 წელს ესე მიყვებით მის პოლიტიკურ კარიერას. ისე საინტერესოა, რომ გახსოვთ, რომ გითხარით, რომ ბავშვობაში მისი მასწავლებლები იხსენებდნენ მას როგორც ისეთ ინტროვერტ ბავშვს, მაინც და მაინც არ ყავდა ბევრი მეგობარი და მერე როგორი ტრანსფორმაცია მოხდა ამ ადამიანის და გახდა ესეთი ორატორი, პირიქით მოწონდა და კარგათაც გამოსდიოდა ხალხთან საუბარი. 2001 წელს გადადგა მისი მშობლიური შტატის გუჯარათის მთავარი მინისტრი. შტატებს ყავთ ესე ქვიათ, მთავარი მინისტრები. აი ესენი ხელმძღვანელი, არ ვიცი რა შევადა, როგორც გუბერნატორი, ხო? აი ესეთი ხელმძღვანელი. მოკლედ გადადგა ეს ადამიანი წინა ვინც იყო ამ თანამდებობიდან და მოდი, რომელიც უკვე იკავებს BJP-ს გენერალური მდივნის თანამდებობას, ხდება გუჯარათის შტატის მთავარი მინისტრი. ეს უკვე სერიოზული თანამდებობაა, ადგილობრივ პარლამენტში მის პარტიას აქვს ესე იგი უმრავლესობა. უკან უკვე აქვს სერიოზული მრავალწლიანი პოლიტიკური კარიერა და იკავებს ერთ-ერთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას ქვეყნის მასშტაბითაც, არა მარტო პარტიულ იერარქიას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ამ თანამდებობაზე, უკვე სახელმწიფო თანამდებობაზე, ნარენდრა მოდიმ თავიდან შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად გამოიჩინა თავი. მან აქტიურად დაიწყო ეკონომიკური რეფორმების ჩატარება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ესეც ვიცით, დღემდე როგორი პრობლემები არსებობს ინდოეთში, გზებთან დაკავშირებული, საკანალიზაციო სისტემების გაყვანა სხვადასხვა ქალაქებში, სოფლებში, წყლის მიწოდება. დღემდე ეს თემები არის ძალიან აქტუალური ამ ქვეყნისთვის და მით უმეტეს, 25-24 წლის წინ, მით უმეტეს ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამის გაკეთება და ზუსტად აი ამის გაკეთებას, ესე იგი, შეუდგა ნარენდრა მოდი. და მივედით 2002 წლამდე. რატო გამოვყოფ აი ამ 2002 წელს, რადგან ზუსტად იმ წელს მოხდა ძალიან ტრაგიკული, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანი ამბავი, რომელსაც დღემდე უხსენებენ ნარენდრა მოდის და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარკვეული ლაქა მის პოლიტიკურ კარიერაზე, ბიოგრაფიაზე. ესე იგი 2002 წელი, რა მოხდა იმ წელს. 2002 წელს გუჯარათის შტატის ქალაქ გოთხრაში ადამიანების ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდეს მატარებელს, სადაც ისხდნენ ინდუისტი მომლოცველები, პილიგრიმები, რომლებიც მიდიოდნენ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში. ამ ტერაქტის შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი. მაგრამ ამის შემდეგ ნარენდრა მოდიმ, როგორც შტატის მთავარმა მინისტრმა, გააკეთა განცხადება და აი ამ ტერაქტში
დაადანაშაულა პირდაპირ პირველივე შეიძლება ითქვას დღეებში, აი ამ მომხდარის შემდეგ დაადანაშაულა მუსლიმები. ამან გამოიწვია კიდე უფრო მძიმე ამბები ამ შტატში. ინდუსებმა დაიწყეს მუსლიმების საცხოვრებელი სახლების დანგრევა და დაწვა. მოხდა შეტაკებები მუსლიმებსა და ინდუისტებს შორის და შედეგად დაიღუპა 790 მუსლიმი და 254 ინდუისტი. 2500 ადამიანზე მეტი დაშავდა. ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, იმდენად დაძაბული, რომ შემდეგ მოუწიათ ჯარის შეყვანა, რათა ეს ამბები გაჩერებულიყო, მაგრამ როგორც გითხარით, აი ეს ეპიზოდი დღემდე შეიძლება ითქვას რჩება შავ ლაქად ნარენდრა მოდის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში. წლების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნარენდრა მოდის დანაშაული აი ამ ამბების განვითარებაში არ ყოფილა. ახლა რამდენად სამართლიანი იყო ეს დასკვნა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ლეგალურად, ოფიციალურად ესეთი დასკვნა გააკეთა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ. ისინი, ანუ კრიტიკოსები, დღემდე აკრიტიკებენ ნარენდრა მოდის ამ ეპიზოდის გამო. ისინი კი, ვინც მაშინაც უჭერდნენ მხარს ნარენდრა მოდის, ესეთ აქტიურ პოლიტიკოს, კარგ ორგანიზატორს და ისინი, ვინც დღეს უჭერს მას მხარს, ამბობდნენ, რომ ის იყო ძალიან კარგი სახელმწიფო მინისტრი, მთავარი მინისტრი, რადგან 2001-დან 2014 წლამდე, სანამ მოდი იკავებდა ამ თანამდებობას, შტატი განვითარდა ეკონომიკურად, განხორციელდა ბევრი პროექტი, ეკონომიკური ზრდა იყო, მოიზიდა ინვესტიციები ამ შტატში, ანუ ეკონომიკურ წარმატებას აყენებენ როგორც და იხსენებენ როგორც დიდ პლუს მოდისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის. ალბათ ამიტომ უკვე 2013 წელს პარტიამ BJP-მ, რომლის წევრიც იყო ნარენდრა მოდი, გადაწყვიტა, რომ წარადგინოს მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. 2014 წელს ქვეყანაში მიმდინარეობდა წინა საარჩევნო კამპანია, BJP იღებდა მონაწილეობას ამ საპარლამენტო არჩევნებში და პარტიამ გადაწყვიტა, რომ პარტიის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნებოდა ზუსტად ნარენდრა მოდი. პირდაპირ ვიტყვი, აბსოლუტურად ყველა პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი თანხმდება იმაზე, რომ ძალიან შთამბეჭდავი წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა ნარენდრა მოდის. აი მისი ორატორული, ესე იგი თვისებები როგორც კარგი აგიტატორის, ორატორის, ორგანიზატორის, ზუსტად აი ამ პირველი კამპანიის დროს კარგად გამოჩნდა. მაშინ ეს ლოზუნგი, რომელიც BJP-ს ჰქონდა, ლოზუნგი ესე ჟღერდა საბკა საათ, საბკა ვიკას, რაც ნიშნავს ყველასთან ერთად და განვითარება ყველასთვის. აი მოთარგმნოთ ესე. ეს ლოზუნგი ჟღერდა მთელს ქვეყანაში და არა მარტო გუჯარათის შტატში, იმიტომ რომ აი 2013-2014 წელი ეს არის პერიოდი, როდესაც ნარენდრა მოდი გამოდის უკვე ნაციონალურ პოლიტიკურ სცენაზე, როგორც უკვე ქვეყნის მასშტაბის პოლიტიკოსი. მოდის პორტრეტები მაშინ იყო ყველგან, ბაზრებში, მაღაზიებში, ავტობუსებზე იყო გაკრული მისი პორტრეტი, ფოტოები. ბევრს მოგზაურობდა, ბევრს დადიოდა, სუხდებოდა ამომრჩევლებს. მაშინ მოდიმ ხშირად იმეორებდა ესეთ ფრაზას, რომ მეტამორფოზები არის საჭირო, არის აუცილებელი. ჩემი ხედვა ინდოეთის განვითარების არის სწრაფი ტრანსფორმაცია და არა ისეთი ნელი ევოლუცია. ეს ლოზუნგი განსაკუთრებით მოწონდათ ახალგაზრდებს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებმაც განიცადეს 2011-2013 წლის ეკონომიკური კრიზისის პრობლემები. 2014 წელს BJP მოიგო საპარლამენტო არჩევნები.
მაშინ 553 მანდატიდან ინდოეთის პარლამენტში პარტიამ მოიპოვა 282 მანდატი. დამბეჭდავი შედეგია ნამდვილად და ნარენდრა მოდი, როგორც პარტიის ლიდერი, გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. 2014 წლიდან ნარენდრა მოდი ხელმძღვანელობს ინდოეთს. შემდეგ იქნება კიდევ ერთი არჩევნები, კიდევ ერთი 2024 წელს და ნარენდრა მოდის გარდაირჩევენ ისევ ამ პოსტზე. 2014 წელს პრემიერ-მინისტრის რანგში ნარენდრა მოდი ძალიან აქტიურად შეუდგა რეფორმების გატარებას უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით. პირველი რასაც მან მოკიდა ხელი იყო სახელმწიფო ორგანოების უწყებების რეფორმირება. მაშინ ესეთი ინიციატივა ჰქონდა მოდის proactive governance and timely implementation, ანუ პროაქტიური ხელმძღვანელობა და დროული განხორციელება, იმპლემენტაცია, განხორციელება. ასევე ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ძალიან წარმატებით ახორციელებდა და აკეთებდა გუჯარათის შტატში, მან უკვე გაშალა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მან ასევე მას ეკუთვნის ინიციატივა, რომელსაც ერქვა Made in India, Make in India, უკაცრავად Make in India. მან როგორც ხარს უჭერდა და ყველაფერს აკეთებდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ასევე ხარს უჭერდა იმას, რომ წარმოება მაქსიმალურად ყოფილიყო ინდოეთში და არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აი ესეთი ინიციატივა იყო, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა. მაგრამ მაშინაც და ესეთი ცოტა რთული მომენტია მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში 2016 წელს ნარენდრა მოდიმ გამოაცხადა დემონეტიზაცია. ანუ რას ნიშნავდა ეს? მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უნდა ამოეღოთ დიდი კუპიურები მიმოქცევიდან. ეს როგორც ეკონომისტები და ექსპერტები თვლიან, არ იყო სწორი გადაწყვეტილება, ამან გამოიწვია ქაოსი ბაზარზე, ადამიანები ვერ იღებდნენ ბანკომატებიდან საკუთარ დოლარებს, ბანკებიდან ვერ გამოქონდათ დოლარები. სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ქვეყანას ამის გამო. და უკვე დაიწყო აი 2016-ში ექსპერტებმა დაიწყეს საუბარი რამდენად ეფექტიანია ნარენდრა მოდი როგორც ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელი. ანუ პრემიერ-მინისტრის აი ეს მოვალეობას როგორ ასრულებს როგორც ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელი. მაგრამ მიუხედავად ამისა რაღაცნაირად დაძლიეს ეს პრობლემები ინდოელებმა და 2019-ში, როდესაც ქვეყანაში ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, პარტიამ აჩვენა უკეთესი შედეგი, ვიდრე 5 წლის წინანდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ანუ 553 მანდატიდან BJP-მ მოიპოვა 303 მანდატი და ბუნებრივია ნარენდრა მოდიმ შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრის პოსტი. რაც შეეხება მის მეორე ვადას, როგორც პრემიერ-მინისტრს, იქაც საინტერესო ამბები მოხდა. ჯერ ერთი მან ისეთი წინააღმდეგობრივი გააგრძელა ეკონომიკური რეფორმები, ინვესტიციების მოზიდვა. ინდოეთი დღეს გარდა იმისა, რომ ინდოეთი არის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა მთელს მსოფლიოში, ეს ქვეყანა არის ყველაზე მრავალრიცხოვანი დემოკრატია. როგორიც არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში მოდი ნაციონალისტი, ისეთი მემარჯვენე პოპულიზმი, ეს ყველაზე დიდი დემოკრატია, იქ ტარდება არჩევნები, არის ბევრი სხვადასხვა პარტია, ოპოზიციური პარტიები.
ნამდვილად მაგრამ მეორე ვადის დროს მან მიიღო ესეთი წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება, როდესაც შეიტანეს ცვლილება კონსტიტუციაში და განსაკუთრებული სტატუსი, რომელიც ჰქონდა ორ შტატს ინდოეთში, ჯამას და ქაშმირს, ქაშმირში ძირითადად როგორც გითხარით ცხოვრობენ მუსლიმები, აი ეს განსაკუთრებული სტატუსი გაუქმდა. ამან გამოიწვია მკვეთრად ნეგატიური რეაქცია, როგორც ინდოეთში და ბუნებრივია ამ შტატებში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ნარენდრა მოდis აკრიტიკებდნენ ამის გამო. ეხა ეკონომიკური პრობლემები, რომელიც შეექმნა ინდოეთს ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ქვეყანას იმ პერიოდში, ანუ ნარენდრა მოდis მეორე საპრემიერო ვადის დროს რაც ემთხვევა კოვიდის პერიოდს 20 წლიდან ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, ეს უფრო ბუნებრივი ამბავი იყო, მაგრამ მე ვიტყოდი რომ და ბევრი კრიტიკოსი ამაზე საუბრობს დღესაც, რომ უკვე მეორე საპრემიერო ვადის დროს ქვეყანაში დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნა და დაიწყო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. კიდევ ერთხელ მე რამდენი ეპიზოდს ვაკეთებთ უკვე, ხშირად საუბრობთ ისეთ კლასიკურ ავტორიტარულ ლიდერებზე ან დიქტატორებზე, ამ შემთხვევაში ნარენდრა მოდი ნამდვილად არ არის ესეთი, მაგრამ რაც უფრო, აი ერთი რაღაცა მე მგონი არის პოსტულატი, რომ რაც უფრო დიდხანს ხარ ხელისუფლებაში, მით უფრო იწყებ თავისუფლებების შეზღუდვას, დემოკრატიის შეზღუდვას. აი ამ შემთხვევაშიც უკვე ეს პროცესი, აი პირველი ვადა ისეთი იყო, მეტნაკლებად დემოკრატიული, ესე ვთქვათ, მაგრამ აი უკვე მეორე ვადიდან, მეორე ხუთწლიანი ვადიდან დაიწყო აი ამ სიტყვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების შეზღუდვა ინდოეთში. და ესე მივედით 2024 წლამდე შარშან ისევ ჩატარდა მორიგი საპარლამენტო არჩევნები, მმართველმა პარტიამ ბუნებრივია მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში. რაც შეეხება არჩევნებს, ზოგადად არჩევნები ინდოეთში არის ყველაზე მრავალრიცხოვანი არჩევნები კაცობრიობის ისტორიაში. რატომ? იმიტომ რომ ინდოეთში, აი მოსახლეობა ხო ვიცით, 1.4 მილიარდზე მეტი ადამიანი. აქედან 968 მილიონი ადამიანი ამ ქვეყანაში არის ამომრჩეველი. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბებზეა საუბარი. დიდი ქვეყანა, სხვა შორის ენას რაც შეეხება, მე ვუსმენდი, აი BBC-ს ფილმი იყო ინდოეთზე, ძალიან საინტერესო და იქ საუბრობდნენ იმაზე, რომ ადამიანები, ვინც ის ინდოელები, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის ჩრდილოეთში და ისინი, ვინც ცხოვრობენ ქვეყნის სამხრეთში, სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და არც ესმით საერთოდ ერთმანეთის. ინგლისური ბუნებრივია არის იციან ადამიანებმა საუბრობენ ინგლისურად, შეიძლება არა ყველა, მაგრამ აი რასაც small talk რასაც ქვია, პრაქტიკულად ყველამ ალბათ იცის ინდოეთში. ინგლისური მაინც აი ამ ბრიტანული იმპერიის კოლონიის გავლენა ნამდვილად იგრძნობა, მაგრამ აი ესეთ განსხვავებებზეა საუბარი სხვადასხვა ტრადიციებით, სხვადასხვა კულტურით, სხვადასხვა რელიგიით, უზარმაზარი ქვეყანა. აი 2024 წელს 968 მილიონი ამომრჩევლიდან არჩევნებში მიიღო მონაწილეობა 642 მილიონმა ადამიანმა. წარმოიდგინეთ, რა ყველა ამბავი იყო. ამ არჩევნებში ძალიან მაღალი აქტივობა იყო, ამას ხას სვამენ ანალიტიკოსები, პოლიტოლოგები, დაახლოებით 67%-ს მიაღწია აქტივობა. და მაშინ მოდის პარტიამ BJP-მ უარესი შედეგი, უარესი რეზულტატი აჩვენა ვიდრე წინა არჩევნებში. მას მოუწია კოალიციის შექმნა და აი ამ პარტიამ და კოალიციამ მოიპოვეს პარლამენტში 285
მანდატი 285 ადგილი. უმრავლესობისთვის ინდოეთის პარლამენტში პარტიას ან კოალიციას სჭირდება მინიმუმ 272 მანდატი. ანუ აი ეს ბარიერი გადაალახეს და 285 ადგილი, მაგრამ როგორც ხედავთ უკვე მესამე ვადა, ანუ წავიდა მოდის პარტიის, უკვე მოუწიათ კოალიციის შექმნა და სხვა პარტიებთან თანამშრომლობა, რათა უმრავლესობა მოეპოვებინათ. არჩევნების შემდეგ იყო პროტესტები, გამოსვლები, მაგრამ მაინც მოდიმ შეძლო და შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრის პოსტი. მაშინ არჩევნების შემდეგ და არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მოდი თავისი აი ჩვეული ორატორული ნიჭით გამოვიდა ხალხის წინაშე და თქვა, რომ დღევანდელი გამარჯვება ეს არის ყველაზე დიდი დემოკრატიის გამარჯვება მსოფლიოში. ესე მიმართა შეკრებილებს ნარენდრა მოდიმ. მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა პირველმა ზარმა დარეკა. ნაკლები მანდატები, კოალიციის შექმნა, ნარენდრა მოდი უკვე 73 წლის იყო, რაღაცები შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა გარკვეული პროცესები დაიწყო, არც თუ ისე კარგი ნარენდრა მოდისთვის. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ნარენდრა მოდის პრემიერობის პერიოდში უფრო გაღრმავდა ურთიერთობა რუსეთთან. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნარენდრა მოდის არ გაუკეთებია ესეთი განცხადება, რომელიც ან ერთს ან მეორე მხარეს უჭერდა მხარს. არა, მან უბრალოდ თქვა, რომ აუცილებლად ამ ქვეყნებმა უნდა იპოვონ გზები, რათა დასრულდეს ეს ომი, მაგრამ არც რუსეთს არ დანაშაულებდა და არც უკრაინას მაინც და მაინც არ უჭერდა მხარს. ისიც ალბათ ვიცით, რომ ინდოეთი არის ის ქვეყანა, რომელმაც გაზარდა ნავთობის და გაზის, ესე იგი, შეწყიდვები რუსეთისგან იმ სანქციების ფონზე, რომელიც დასავლეთმა დაუწესა რუსეთს უკრაინაში ომის შემდეგ. და რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინდოეთის, ისევ როგორც ჩინეთის ბაზარი, რათა გაყიდოს თავისი ნავთობი და გაზი. პაკისტანთან პრობლემები ნამდვილად არ მოგვარებულა მოდის პრემიერობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან, როდესაც ნარენდრა მოდი აირჩიეს ამ თანამდებობაზე 2014 წელს, გაჩნდა იმედი. პაკისტანის მაშინდელი ლიდერი ნარენდრა მოდის ინაუგურაციასაც კი ესწრებოდა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აი ზუსტად სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ იყო კიდევ ერთი ესკალაცია ამ კონფლიქტის, ცოტა რამდენიმე დღის განმავლობაში, ესეთი ბრძოლები მიმდინარეობდა. ეს იცით რა, მნიშვნელოვანი კონფლიქტია. არა მარტო ამ ორი ქვეყნისთვის, ყველასთვის, რადგან ჩვენ საუბრობთ ორ ბირთვულ სახელმწიფოზე. ინდოეთს, ისევ როგორც პაკისტანს, აქვს ბირთვული იარაღი. ამიტომაც დაძაბულობა აი ამ ორ მეზობელს შორის არ არის რაღაცა პატარა რეგიონალური კონფლიქტი, ჯერ ეს ერთი მილიონობით გარდა მილიარდობით ადამიანზე საუბრობთ და გარდა ამისა ჩვენ საუბრობთ ორ ბირთვულ სახელმწიფოზე. კიდე თუ გავაგრძელებთ საუბარს საგარეო პოლიტიკაზე, არ არის მარტივი ინდოეთის ურთიერთობა ჩინეთთან 2020 წელს, ესეთი პატარა კონფლიქტიც კი მოხდა ამ ორ ქვეყანას შორის. კი, ხა ეს არ იყო ფართომასშტაბიანი რაღაცა სამხედრო კონფლიქტი, მაგრამ გარკვეული კონფლიქტი მოხდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოდი ნამდვილად ცდილობს ამ ურთიერთობების დარეგულირებას. მაინც მე ვიტყოდი, რომ ინდოეთს და ჩინეთს, აი ამ ორ უზარმაზარ ქვეყანას ხო, აი სულ გეგონება ეჯიბრებიან ერთმანეთს, აი ამ ორ ქვეყანას შორის არის ეს შეჯიბრი, მაგრამ ჩვენ აგერ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ნარენდრა მოდი, რომელიც იმყოფებოდა შანხაიში, ჩინეთში, სადაც ესწრებოდა შანხაის
თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს. ეს ზუსტად ის სამიტია, რომელზეც ვისაუბრეთ წინა ეპიზოდში. იქ იყო ვლადიმერ პუტინი იყო ჩასული, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და ასევე ნარენდრა მოდი. იქ იმყოფებოდა აი ამ სამიტზე და ანალიტიკოსები საუბრობდნენ ახალი ესეთი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე, ხო, მსოფლიოს აი ამ რეგიონში, ამ კუთხეში. როგორც დასავლეთის საპირწონე, ხა რამდენად ეს შესაძლებელი არ ვიცი და ეს წაგვიყვანს შორს რაღაცა პოლიტიკურ ანალიზში, ამას დღეს არ ვაპირებთ, მაგრამ ნამდვილად იქ იმყოფებოდა. ეხლა იმ საუბარში, სადაც პუტინი და სი ძინპინი საუბრობდნენ, რა ვიცი, უკვდავებაზე, უბრალოდ ერთ-ერთმა ჩვენმა მაყურებელმა შემისწორა, რომ უკვდავებაზე კი არა, ცხოვრების გახანგრძლივებაზე საუბრობდნენ, თქო, გეგონება არის რაღაცა განსხვავება. ხო, ნუ იქ ნარენდრა მაინც არიღებდა ამაში მონაწილეობას. ბოლოსკენ ორ სიტყვას ვიტყვი ნარენდრას ოჯახზე, საკუთარ ოჯახზე და პირდაპირ ვიტყვი, რომ ოჯახი მას არ ყავს, მაგრამ ნახეთ რა ხდება, საინტერესო მომენტია. ესეც ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, აი სულ ჩვენი ბრალია ყველაფერი, ესე იგი, აი აღმოვაჩინთ რაღაცეებს და მე პოლიტიკოსებიც ჩვენ გვადანაშაულებენ, ხალხიც რაღაცა. ეხლა რაშია საქმე? Guardian-ში იყო გამოქვეყნებული სტატია, შემდეგ სხვა პრესაც წერდა ამაზე. მოკლედ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნარენდრა მოდი ის შემდეგ რაც გახდა პოლიტიკოსი, აქტიურ პოლიტიკაში და შემდეგ უკვე სახელმწიფო სამსახურში დაიწყო მუშაობა, მოღვაწეობა და შემდეგ კაცი გახდა პრემიერ-მინისტრი, სულ ამბობდა, რომ მას არ ყავს ცოლი, მან დადო პირობა, რომ არასდროს არ მოიყვანდა ცოლს, ესე იცოდნენ არც შვილები, ესეთი ამბავია, ესეთი ადამიანია. მაგრამ Guardian-მა და შემდეგ უკვე სხვა ჟურნალისტებმაც გაარკვიეს, რომ როდესაც ნარენდრა მოდი იყო 13 წლის, მას გაურიგეს ახალგაზრდა გოგონა. ხო, დღემდე, უბრალოდ ეხლა დღემდე ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ 73-ის არის კაცი, მაგრამ დღემდე ხდება მსგავსი გარიგებები ინდოეთში. მაშინ ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი იყო და მაშინ ნარენდრა იყო 13 წლის. გაურიგეს გოგონა და ოფიციალური ცერემონია დაქორწინების და ქორწილი ესე ვთქვათ მოხდა შედგა 5 წელიწადში, როდესაც ნარენდრას შეუსრულდა 18 წელი. რატომღაც ამ ფაქტს ნარენდრა მოდი მალავდა, უფრო მეტიც ძალიან ხშირად თავის გამოსვლებში იგი სიამაყით ლაპარაკობდა იმაზე, რომ მას არ ყავს ოჯახი და იმასაც ამბობდა, რომ როდესაც პოლიტიკოსებს ან სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც მაღალ თანამდებობას იკავებენ, ყავთ ოჯახები, ამან შეიძლება უფრო უბიძგოს კორუფციისკენ. და ეს კორუფციაში არიან ჩართულები ოჯახის წევრები. მაგრამ მე გაირკვა, რომ ესეთი მომენტი იყო და ოფიციალურადაც ადამიანს ყავდა ეს ცოლი. დღეს როგორც ჩანს, ნამდვილად მარტო ცხოვრობს, არც ცოლი ყავს, არც შვილები ყავს და მაგრამ ესეც საინტერესო მომენტია, რომ ამ ეპიზოდს თავისი ცხოვრებიდან ნარენდრა მოდი ნამდვილად მალავდა. მე ვიტყვი, რომ ნარენდრა მოდი, ეხლა რატო გადავწყვეტად ამ ეპიზოდის გაკეთება? უბრალოდ აზიაში დარჩენა კი არ გვინდოდა, მოგწონს ეს რეგიონი. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ საინტერესოა, ბევრი არ ვიცით, მეც ბევრი ახალი რამ გავიგე ინდოეთზე და ინდოეთის უკვე ვეტერან პრემიერ-მინისტრზე. ყველაზე დიდი ქვეყანაა მსოფლიოში, რაღაცეები ალბათ საინტერესოა, რომ ვიცოდეთ ამ ქვეყანაზე და მის დღევანდელ ლიდერზე. იმათვის, ვინც მხარს უჭერს ნარენდრა მოდის, ეს არის რეფორმატორი ადამიანი, რომელმაც ხელი შეუწყო ინდოეთის ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას, ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკურად ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ინდოეთში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს ინდოეთი. ახლა მეორეა როგორ აისახება ეს ადამიანების ცხოვრებაზე და
ამდენი 1.4 მილიონი ადამიანი როგორ ცხოვრობს, რამდენად ეკონომიკური კეთილდღეობა რამდენად არის მთლიანად ქვეყანაში, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ციფრები ზუსტად ამაზე მეტყველებს. მან შეუწყო ხელი არა მარტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ქვეყანაში, არამედ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას. აი ჩინეთისგან განსხვავებით, ინდოეთს, ჩინეთშიც არის ეს განვითარებული, მაგრამ ინდოეთში ბევრად უფრო მეტად ციფრული ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ისინი, ვინც აკრიტიკებენ ნარენდრა მოდის როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ამბობენ მასზე როგორც ნაციონალისტ ლიდერზე, ადამიანზე, რომლის პრემიერობის დროს შეიზღუდა სხვადასხვა თავისუფლება, დემოკრატიული ინსტიტუტების სიტყვის თავისუფლება, დევნავ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ის რაც არ უყვარს დემოკრატიას. აი ესეთი ადამიანი ხელმძღვანელობს აი ამ ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანას. მე, როდესაც ვამზადებდი ამ ეპიზოდს, ესეთი ამბავიც შემხვდა ნარენდრა მოდიზე. მე ხომ მიყვარს რაღაცა საინტერესო სასაცილო, საინტერესო ამბების მოყოლა. აი ესეთი ამბავიც მოხდა. 2014 წელს, ანუ იმ წელს, როდესაც ნარენდრა მოდი პირველად გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ესწრებოდა მედიკოსების, ექიმების რაღაცა დიდ კონგრესს და მან განაცხადა, რომ ერთ-ერთი ღმერთი, რომელსაც ეთაყვანებიან ინდოეთში, განეში ეს არის ესეთი არსება, რომელსაც აქვს ადამიანის, ბიჭის სხეული და სპილოს თავი, ბატონო. ეს აი ამ ღმერთის, აი ამ არსებობა მეტყველებსო იმაზე, რომ მოდიდგანვე ინდოეთში არსებობდა პლასტიკური ქირურგია. აი მაშინო პლასტიკურმა ქირურგმა, მაშინდელმა, რა ვიცი, 100 თუ 1000 წლის წინ გააკეთა ესეთი ოპერაცია ბიჭუნას, ესე იგი მიაკერა სპილოს თავი და ესე გაჩნდა განეში. ახლა მითოლოგიის მიხედვით შივამ შექმნა განეში ბიჭუნას სხეული სპილოს თავი, მაგრამ რაღაც საინტერესო ინტერპრეტაცია ჰქონდა ნარენდრა მოდის. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი არის ის, რომ მან არაერთხელ განაცხადა, რომ არა ქალმა კი არ დაბადა დედამისმა, არამედ ღვთაებრივი ამბავი მოხდა, მისი ჩასახვის და დაბადების და ესე ხაზი გაუსვა თავის ღვთაებრივ, არ ვიცი, წარმოშობას. საინტერესოა ესეც. და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ისეთ, აი რომ დაგამახსოვრდება ესეთი ფაქტი, ინდოეთის ერთ-ერთმა განათლების მინისტრმა 2017 წელს, ანუ ნარენდრა მოდი უკვე არის პრემიერ-მინისტრი, აი მისი კაბინეტის წარმომადგენელმა თან განათლების მინისტრმა, კაცო, აი ეს არის საინტერესო, ერთ-ერთ შეხვედრაზე ისაუბრა ძროხებზე. ძროხა არის წმინდა ცხოველი ინდოეთში. მას ეთაყვანებიან, ინდოელები არ ჭამენ ძროხის ხორცს, არავითარ შემთხვევაში. აი ამ განათლების მინისტრმა თქვა, რომ ძროხა რატომ არის კიდე ესე იგი წმინდა და ღვთაებრივი ცხოველი, რადგან ისინი გარდა იმისა, რომ ისუნთქავენ ჟანგბადს, გამოყოფენ კიდევაც ჟანგბადსო. აი ესეთი საინტერესო აზრი გამოთქვა განათლების მინისტრმა. ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები, რა ვიცი, რა არ გაგვიგია ჩვენ და ესეც შეიძლება ინდოეთში გამოყოფენ ჟანგბადს, არ ვიცი, არა და ინდოეთში ძალიან სერიოზული ეკოლოგიური პრობლემებია ზოგადად, იმიტომ რომ ბევრი ხალხი ცხოვრობს და გავითარებულია ისინი ინდუსტრიები, მოკლედ, აი ძროხების ხარჯზე, ესე იგი ეკოლოგიის პრობლემებს ებრძვიან ეთყობა ინდოეთში. მოკლედ, ეს იყო ეპიზოდი ნარენდრა მოდიზე, ინდოეთის ვეტერან პრემიერ-მინისტრზე, ვნახოთ როგორ გააგრძელებს თავის უკვე მესამე პრემიერობას
ჩვენ კი ვაგრძელებთ პირად საქმეს, იმედი გვაქვს რომ გავაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს, გვიყურეთ, გამოგვიწერეთ YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე და უყურეთ არა მარტო ყოველ ჯერზე მე ამას გთხოვთ, გვისმინეთ Spotify-ზე და სხვა აუდიო პლატფორმებზე და უყურეთ და უსმინეთ სამ პროექტ 64-ის სხვა პოდკასტებს, სხვა რეპორტაჟებს, ახალაბებს და სხვა ამბებს, რასაც სხვა პოდკასტებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ პროექტ 64-ში. მოუყევით ამ პროექტის შესახებ სხვებს. დიდი მადლობა და შემდეგ ეპიზოდამდე.